მოგესალმებით მეგობრებო, ბრუნდებით შემდეგი ეპიზოდით. Hi. Oh my god, როგორი ისეთი მოწყენილი ხმა აქვს, დავით ალბათ ყველა ამჩნდათ. What happened? Tell us all about that. Oh. შენი მომენტია to shine. Go ahead. You think so? Yeah. ხალხო გავიკეთე ოპერაცია. ხალხო ოპერაცია. ჯერ ვუსმინოთ დავითის პერსპექტივას, მე რთული იყო ოპერაცია. საკმაოდ. არა, თვითონ ოპერაცია იყო რთული, გავიკეთე ნაღლის ბუშტის ამოღება, ამიტომ უნაღლო ცხოვრება მექნება. So period. I know. ანუ მოკლე შესავალი ამ ამბავზე ხალხო დავითი არის რა კატეგორია არის რომ დადიან და რომ ემოწმებიან ექიმებს ისტერეულად, ანუ არაფერი არ ჭირდა წავიდა check-up-ზე. ანუ ექიმი ყავს. არა, კაია, მაგრამ იშვიათი ხარ ხვდები, არ არის ბევრი. That I know. ხო და ანუ მიდის, იმენა იზიზღება იმ ექიმს არწმუნებლიო, იმიტომ რომ ყველაფერს ასინჯინებს, ყველა ანალიზზე აშვებინებს თავს და კაროჩე ჩიჩქნა და ამოჩიჩქნა რომ ნახლის ბუშში შეიძლება კონდეს პრობლემა. Yes. მერე ირბინა მთელი სამეგრელო დარბოდა რომ იმისთვის რომ დავითისთვის ეპოვათ კარგი ქირურგი. საუკეთესო ქირურგი. ოღონდ ნაღლის ბუშტის ამოღება ალბათ ფიქრობთ რამდენი ხანი ჭირდება ამ ოპერაციას? 45 წუთი. და ამას თურმე ეძახიან პროცედურას და არა ოპერაციას და ისეთი ტიპია რომ აი გაგაგიჟებს დედამისი დარწმუნებული ვარ გაგიჟებული ყავდა რომ საშიში იყო და ქალიც რაღაცნაირად დაისტრესა. მაგრამ ჩვენთან მაგ თამაშობ და ისე რომ თავის სამეგობრო თურმე რეკავდა და არ ყვავდა რომ რომელი ქირურგი შეიძლება რომ ჩავრიოთ ამ ამბავში და ვიღაცას დაურეკია კაროჩე რომელიღაც ძალიან ცნობილ ქირურგთან და ისეონება რომ ამ პროცედურას მე არ ვატარებ. ხახო მართლა ბევრი მაგადმომამის ამერთ, აი რომ მივდიოდი იმას რა ქვია, დაჟე თოდუაშიც რომ მივედი დეპარტამენტის უპრესთან, მაგანაც თქვა რომ ანუ მე არ ვაკეთებ ამას რა. გირჩევთ სხვას არა. ხო, ანუ მაგისთვის არ უცდებითო ეგ თქოს, ისეთი მარტივი არია. მართლაც მარტივი იყო. ერთადერთი რის მეშინა და ან ხალხო ცხოვრებაში არც არ გამიკეთებია ოპერაცია, ყველაზე მეტად მეშინა და ანესთეზიის, აი ძალიან მეშინა და ანესთეზიოლოგი რო შემოვიდა სანამ შემიყვანდა იქ რა ქვია surgery room-ში, ანუ ხალხო literally აი გამოვუპურღეთვენ იმდენ ველაპარაკა, თვითონ მიხსნი და მათი ყველაფერი ამიხსენი და წყნარად ვიქნებ მათ. კი, რას გააკეთებ რაღაც თქო და მითხრა რომ მე რატომღაც მეგონა რომ ანუ იმ რაღაცას რო გადებენ სახელზე მაგით გაწინებდნენ და თურმე ყოფილა like ძალიან ძველი ტექნიკა. ხო. შენ თანამედროვე. ამათმა ანუ ეს ვენაში შეიყვანეს ეს წამალი, სხვადასხვა მახსოვს რა შეგრძნება იყო, აი დამწყვასავით თუ რაღაც რა. Not like bad or something. გრძნობდი რომ ითიშებოდი ხო უკვე? ვაფშე ვერ გრძნობდი, იმიტომ რომ ხალხო that is embarrassing. რა უთხარი იცი სანამ გავითიშებოდი? მეთქი წინასწარ მადლობა მე. რისთვის? ოპერაციისთვის. You're so nice. Maybe I'm trying to be nice. I do not want them to fuck it up. შენი ბოლო სიტყვა შეიძლება დაიყოფილიყო. I know. რო გამოვედი იმიდან ნარკოზიდან, ვაფშე არაფერი ვერ ვიგზანი, არც თავის ტკივილები მქონდა, არც არაფერაც მოყვება ნარკოს, ალბათ იმიტომ რომ მართლა 20 წუთი ვიყავი ნარკოსში. და სამაგერ ძალიან ბევრი გამაყუჩებელი უფასო drugs მივიღე. Oh my god. მოკლედ აი ეს რთული კვირა ქონდა ჩვენ დავითს. მე გადარჩა, იმიტომ რომ ეს არის ძლიერი მამაკაცი. სხვადასხვა ერთი მინდა დავამატო, არის რომ ყველა მიცოდეს how much I'm struggling right now. არის ის რა თვითონ ოპერაცია მართლა მარტივი არის, ხალხო, მაგრამ აი რეაბილიტაცია არის საშინელება, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი პირველი 2 დღე ფიზიკურად ვერ დავდიოდი, დატკივილები გაკდა რაღაც, მაგრამ მერე ნუ ეს ყველაფერი მომეშვა და რაღაც მეტად კარგად გამიკეთეს. დიეტა. Oh my god. ხალხო, ყველაფერს ვჭამ დაბლენდერებულს. ახლა შემიძლია უკვე ვჭამო აი უმი კიტრი და უმი სტაფილო როგორც არის რა, ანუ ჩაოლებრივად რო ჭამა. იქამდე აბლენდერებული და დაბლენდერებული. არა, კიტს არავინ არ. მაგრამ იცი რა არის რთული რეაბილიტაცია? აი ხერხემლის ოპერაციას რო გაიგეთებს ხალხი და 3 თვე წევს და რო ვერ დგება. ანუ რთული რეაბილიტაცია შენ არ გქონია, მინდა რომ იცოდე რა. და აღარ გაიმეოროს რაღაცა. ანუ ხო გვიხატა ხალხო აი ძალიან მოწონს ყურადღება როგორც ყველა ადამიანს. იმის გამო რომ არ მქონია გამოცდილება და არ გამიკეთებია სხვა დიდი ოპერაციები. It doesn't diminish my pain and my worries. აი დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს აქვს ეგეთი რაღაც გაკეთებული. ჩემი დაქალის დედას ქონდა ზუსტად ეგ და ხალხი ხომ მეკითხებოდა დავით მარა გაიგეთავ და რო ვეუბნები ამას და უი დედა ჩემი მეორე დღეს დარბავდა. მეთქი? ხო? არ დავრბავდი. დავით ცოტა რთულად აქვს. Yes.
და I'm taking extra steps, რომ მართლა კარგად ანუ აღადგინოს სამ კუჭმა მუშაობა და ყველაფერი. That's why აი ძალიან მკაცრ დიეტას ვიცავ და მაგიტოებს შემდეგ ეპიზოდში ალბათ ვერც დამინახავთ, მეგობრებო. მაგიტოა დღეს განახევრებული. და დღეს განახევრებული ვარ. ხდება. ჯერ თითმა შეიჭრა. Let's talk about that. არაფერი არის ლაპარაკო. ძალიან გიხდება. ჩემი სტილისტი არ არის ქვეყანაში და სხვა სხვა. ხშირად იჭრით მას ახლა მივხვდი, იმიტომ რომ ერთი სამჯერ უკვე ვახსენეთ. ხოში ერთხელ. ოიმე. It's too expensive to be a guy. 350 ლარს მე არ ვხდით მე შემდგომში. რომელიც ეზიზ, ანუ მარცხლ მეზიზღება ხალხო, აი ის დღე მინდა დავწყალო, მე როგორში ჩავადგი ფეხი. აი მარცხლ მე ყოველ დღეს არკეში ვხედავდი და ხვდები როგორ საიზღრად მაგ. No. მაგრამ ანუ 350 ლარი რომ მოვინალო, ერთი თვე მაინც უნდა გავიდეს, რომ რაღაც სხვა ფერზე წავიდე. ანუ იგივე ფერზე, მაგრამ უფრო კარგი ტექნიკით. ანუ ცუდად მაგ, მაგრამ შენ არ თქვა, მე რა ვამბობ, ოკეია, შენ არ უნდა თქვა. საშინელება არის ჩვეულებრივ. Fuck you. ხალხო დღეს მე წარმოდგენილი ვარ იგივე ზედით, რაც ერთხელ უკვე მეცვა, მაგრამ მაწუხებდა რომ მოვდიოდი მეთქი. მეც მოწუხებდა და მე ხო არ შემჩნია და თუ შენ შემჩნია. ეგზე და მახსოვს, იმიტომ რომ ესეთი აიკონი. ნუ მე ზოგადად ძალიან ისეთი ესეთი wardrobe back სახასიათო. მე ბევრი მაიკები არ მაქვს მეგობრებო, ანუ მაიკა is not my part of my regular wardrobe. შეშრები გაქვს ბევრი შარლები? არა, პერანგები. არსებობს ხალხი, ვისაც უყვარს ძალიან ბევრი მაიკა რო აქვს, ან პერანგებზე ეგეთებს. მე შარლებზე მაქვს, აი ყოველთვის მინდა რომ ვიყიდე შარვალე. აი ზედებზე არ მაქვს მასეთი ჩაჭერა. მე მაიკებს არ მაქვს ჩაჭერა. მაიკებს ხმარობ, აი მიყვარს, ანუ გარეთ თუ გავდივარ მიყვარს თეთრი მაიკები, ხარისხიანი თეთრი მაიკები, მაგით გონია ხალხს ერთ და იგივე მოწვე ყოველ დღე, which is not true, მაგ 10 თეთრი მაიკა. და ესეთი უყველაფროები რა. ხა. აი, მაგრამ იცი რა არის, მე რო ვფიქრობ, რომ შარვალი, ერთი შარვალი რო გეცვას და 10 სხვადასხვა ზედა, სხვადასხვა აუთფიტია. და ერთი და იგივე ზედა რო გაცვია, რა შარლობიც არ უნდა გეცვას, თითქოს ერთი აუთფიტია. ბაზარია რა. ხო და I should remember that. გონია სხვანაირად უნდა გადავიღოთ პირიქით. ხო და ხო და მაგრამ მე მიყვარს ხალხო, აი აუთფიტების გამეორებაც მიყვარს. რაღაც ზედები მაქვს, რომელიც შემიძლია სულ მეცვას. აი ვგიჟდები იმ დონეზე, რომ აი ზარას ზედები რო არის, რაც პოდკასტშიც მილიონჯერ მეცვა კრემის ფერი შავი, რაღაც 4 ფერში მაქვს, სულ ეგ მეცვია. და იცი რა არის, if anyone judges us, ესე იგი არ უფრთხილდება გარემოს და wants us over consuming და buying fast fashion. Which we're not going to do, okay? I will. I know. I gotta reach my main concern. მაგრამ აი მე გამეორება ყველაფრის მიყვარს. შემიძლია რომ აი ერთი და იგივე ნაყენი უჭამა მთელი ცხოვრება, ერთი და იგივე საჭმელი უჭამა მთელი ცხოვრება. შენ უფრო არ ხარ. მე ვარ კიდევ რა not to make it about myself, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიჭირს ეს დიეტა არის რომ ანუ არის რაღაც დღეში ვჭამ ეგ ვჭარ. ერთ-ერთი მონაკვეთი არის რომ სულ ყოველ დღე ერთ და იგივე ვჭამ. It's excruciating. აი ეგ რუტინული ჭამა და ზოგადად რუტინული რაღაცები არ მომწონს. მე მიყვარს. აი შემიძლია რომ 20 დღე გადამოვლა ჭამა მჭადი და ყველი. იმ დონეზე მიყვარს. breakfast ყოველ დღე მიყვარს რომ მქონდეს სხვადასხვანაირი. No. და აი ეგ განსხვავებაა ჩვენ შორის. ანუ ყველაფერზე ეგეთი ვარ, აი მიჩვევა ვიცი რაღაცის და შემიძლია სუის ვაკეთო, სუის ვიცვა, სუის ჭამა. ახლა გამახსენდა TikTok-ზე ჩაუგდა, აი სასტუმროში all inclusive სასტუმროში რო რჩებია და უდიდესი ბუფეტი რო გაქვს და picky eater რო ხარ და მიდიხარ და მარტო french fries რო იღებს. ნუ ან ეს შემთხვევაში შნიცელიც შეიძლება რო თქო, ან რა ვიცი fried chicken. ხა, აი რაღაც ერთი და იგივე შევჭამდი. შე რომ მან შეგიშვა? I know. I want to like It's everything. Yeah. Sprinkle a bit of caviar. მაგრამ ეხლა ძალიან პოპულარული არ ვიცი შეგხვდეთ თუ არა TikTok-ზე, აი all inclusive სასტუმროებში, რომ აი სადაც ყოფა და ყველაფერი შედის რამდენიც გინდა. არა, მაგას იღებენ, რომ აი რა გვაქვს და აი ქართველები რომ მიდიან ხო, განსაკუთრებით თურქეთში აქვს ძალიან კარგი მენიუ. და აი ესე რომ ჩამოვიდნენ და მეც გიჟივით შევცქერი, რომ აი რა საიღებს, რეები აქვს. ანუ მე რომ მან წავიდე ხალხო, ზუსტად ერთი კვირა ხო წავალ 15 კილოს მაინც მომატე, იმიტომ რომ ვერ გამომიყვათ მე მაგენ ნაყინიც უფასოა, I swear to God, ნაყინიც უფასოა, კოქტეილებიც უფასოა. ანუ მართლა არ უნდა წავიდე, გამორიცხულია მე მანდ არ წავალ. მართლა ვერ გამაკეთე. ახლა ვიმეს რომ დამოტა რომ ეჩუქებინა შენთვის აქ. არა, თუ გინდა მაჩი. გამაკავებს დავიცი, ხო? იცი რა, მე გაგაკავებ და მე წავალ. დრო მე არაფერი არ მეწავა, ვიმეორებ. ძალიან მინდა. მე მინდა რომ before we get into our topics, და ბევრი ტოპიკები გვაქვს მეგობრებო, to go back to the episode კრიტიკა რაც მოვიდა ჩვენ
ჩვენ მიმართ კრიტიკაზე მინდა ერთი სიტყვით თქვა ის რომ დავითი ხო იყო ნარკოში ანუ ხუჩაბაც გაიკეთა ხო შენ ოპერაცია და ხუჩაბაც გადის ჩვენი ეპიზოდი და ანუ რაღაც TikTok-ი დავდე წინა დღეს ანუ გადავლა მიდის ჩემი იცით როგორი იცით რა ზოლაპარაკო აბა ის ძველი ვიდეოდან არის ბიჭები რო ჯიმში დადი ხო და ანუ ეგ ერთი დღე დავითი ხო როგორ წესი მე თოლყურავებს TikTok კომენტარებს რა და მომიწია მე ანუ მომიწია რა არც არაფერი მაგრამ მე შევდიოდი მეთქი დავხედო რა ხდება და ხო ჩემი გული ამას ვერ უძლებს ანუ მართლა რომ მაპამპულაო ეს იმენა ამწიხლეს ყველაფერი მიქნეს და ვერაფერს ვერ შევებოდი და შენი გარიყავი რომ დაგეცავი შენი ყავი ნარკოსში ხო მაგრამ მე ხო გეუბნები never engage დავითი არის რომ არ უპას ხო და მე როგორი ვარ იცით აი აკრეფილი მაქვს მესიჯი და ისედაც გაუგზავნა და ეს წერს რომ ხო იცი არ უნდა უპას თან გრძნობ ხალხა მაგრამ it's okay იმიტომ რომ ისევ და ისო პალატაში ვიწექი რომ დაიდო ჩემი TikTok-ები და მართლა აი ეგ იყო უკვე გადავლა I feel like დავითი რო ლაპარაკობს ჭიქის თავსახურზე ხო მაგაზე რა მოხდა პროსტა მაგრამ ვის აქვს აი ძალიან სწორი დამოკიდებულება hate-ის მიმართ ანუ he doesn't give a shit და მე ვნერვულობ იცით დავითის გამო როგორ ვნერვულობთ რომ ანუ მეთქი ამებს რატო წერენ ხან შევდივარ ხოლმე და ვშლი რა შენ არ ნახო მაგრამ იმდენი არის რომ მაინც ნახულობ ხდები ანუ შენ უფრო ხშირად შედიხარ what the fuck ანუ აი ესეთი ადამიანი როგორ უნდა იყო რომ ადგე და რაღაც სირობები წერა მაგდანის მაგრამ ჩემს მართლა არ იყო ეგ big of a deal მე ვიცოდი რომ ეგ მოყვება და ადრე თუ გვიან ვიცოდი რომ აი ამ მანერაზე რაც მართლა გამეჩინა და მეც ვაღიარებ რომ მაკრო ეს ინგლისურს ხშირად ვურევ მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ 40 საათი კვირაში მიწევს ინგლისურად ლაპარაკი ჩემი სამსახურის გამო და most of the time ინგლისურად დავამთავრე უნივერსიტეტი და რაღაც ანუ I feel like I can get a pass იმიტომ რომ majority of my adult life სულ ინგლისურად ლაპარაკობ და ეს არ არის flexing ვისაც გონია რომ 20-25 ვიღაცა ტრაბახობს იმით რომ ინგლისურით იცი რა ფაქტი არ დაგახმარა მარიამ ჯანჯღავას ინტერვიუ რა იყო ნათია talks-თან ხო ეგ ნახე ამ ნათიაზე გიჩნდები ორი სიტყვა მინდა ვთქვა ანუ მართლა უთესლესი გაგჩვევა ანუ აი უთესლესი გაგჩვევა okay let's leave it right there და მარიამ ჯანჯღავა ძალიან კაი გოგო არ ვიცი იცი თუ არა ეგ ვიდეო ნახე აი voice kit-იც გამოდიოდა და მე როგორც voice kit-ის დიდი გულს ავატკირავ იმის პირად ვიცი ვინც იქ იყო და ანუ ერთი ვიდეო არის თქვენც ნახავდით რომ რაღაცას ყვება რომ ამერიკაში ეს მომპარესო ინგლისურს ურევს და აი trouble როგორ არის ქართულად და მე 2 წელიწად ნახევარია ამერიკაში ვარ და ეს რომ აიკოვიატეს და დაიხვიეს ხელზე რომ 2 წელიწად ნახევარში როგორ უნდა დაკავიწყდეს ენა და აი trouble და რაღაცა ანუ აი როგორც კი ვიდეო ნახე სანამ ნათიას ვიდეო როგორც კიდევა მიგდებს და მეთქი აი დაგვენწრა ვიცოდი რომ ტრენდზე გადმოვიდა და ძალიან დიდი კამპანია წდებოდა იმის რომ აი რას ქვია და მეთქი shit ამიტომ არა ეს ამ დაუბრუნდა მე და იმ თემას რომ ტრაბახის თემას რომ ანუ they're flexing on us და რაღაც და მართლა ვინმეს თქვენია რომ 20-25 ინგლისური თუ იცი და ინგლისურად შეგიძლია ლაპარაკო ეს არის flexing ეგ უფრო შენზე ამბობს უფრო მეტ რამეს ვიდრე ჩემს ამიტომ იცი რა შედარება იყო აი ხა იცი ძალიან ძველი პაკალენია რო არის სადღაცა ის 60 წლის ქალები და რუსულს რო ურავენ რომ აი ჯერსკები იყვნენ და ვითომ თანამედროვეების ინგლისური არის ეგ პონტიო რა აი სინი მოიდარა გოის პონტი არის honey I agree ანუ აი რა ხა ტყვია რომ დამედო შემილია რომ მთლიანად ყველა სიტყვა ქართულადაც თქვა მაგრამ რა ძალა არის ანუ it's fine ზუსტად თან ანუ გააზრებულად თუ გონია ვინმეს რას უნდა ილაპარაკო ანუ ისეთი რთული არის რომ არ ვიცი comes naturally თქვენ ამერიკაში ცხოვრობდა დავითი რა გჭირთ that is the biggest flex ანუ არ გპატიებ დღემდე და არც არას დროს it's not a flex and I'm not flexing YouTube-ზე არაერთი კომენტარი თქო ვერ ვიტყვი მაგრამ რამდენიმე კომენტარი შეხვდა ჩვენ პოლიტიკურ პოზიციონირებასთან ზოგადად მიმდინარე მოვლენებთან ჩვენი პოზიციის გამოხატვასთან დაკავშირებით იქაც კომენტარში უპასუხე არ ვიცი ნახეთ თუ არა რომ აი ჩვენ ყოველნაირად განსაკუთრებით დავითი მაკავებს ხელებით რომ მაქსიმალურად არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე იმიტომ რომ აი თუ დაიწყე რაღაც შეუგზავადი პროცესია და უნდა გააგრძელო ლო შეყვა და უნდა იყოს ანუ კვალიფიციური უნდა იყო not everyone can talk about that ზუსტად და აი ძალიან სწორად უნდა შეარჩიო სიტყვა ყველა და აი რაღაცას ბევრი რისერჩიც არის გასაკეთებელი ანუ ეგრე არ არის
ბაზარი არა, რა თქმა უნდა, მე მაქვს ჩემ პირადი პოზიციაც და ჩემ მეგობრებში, ახლობლებში ყოველთვის ვაფიქრებ, მაგრამ აი ესე ღიად ამდენი ხალხის წინაშე ძალიან მიჭირს. ამიტომ აი ჩემი პროტესტი არის, რომ აქციებზე გავდივარ, ჩემს გარშემო ყოველს ვესაუბრები, რომ გავუზიარო თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ აი პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, რომ ამდენი ხალხის წინაშე გამოვიდე და თქვენს რაღაცისკენ მოგიწოდოთ. ყოველს მართალი ტყუილი გვესმის. რა თქმა უნდა, მეგობრებო, თავისუფლება რეჟიმის წყვეტს. თვლით, რომ ყველა ეს ადამიანი არასამართლიანად არის ციხეში. ყველა ეს ჯარიმა არასამართლიანად არის დაწერილი და ჩვენ, როგორც ერთი ჩვეულებრივი ადამიანი და მეორე ჩვეულებრივი ადამიანი, ყველაფერს გავაკეთებთ, რა ჩვენ ძალებშია, რომ სწორ პოზიციაზე ვიდგეთ და ჩვენს გარშემოც ვიღაცაებს ცნობიერება გავუზარდოთ. ამიტომ აი ნუ მოგთხოვთ რომ ამაზე ხშირად ველაპარაკოთ, ძალიან რთულია, ჩვენთვისაც ძალიან მტკივნეული საკითხია. სახლშიც რომ მიდივარ, დედაჩემი იმენა პოლიტიკურად ძალიან აქტიური არის, სულ ტელევიზორი და სულ ეს ამბები და აი ცოტა ვისვენებ ხოლმე აქ რა ვარ და მე რო ვუსმენ კიდევაც აი ოდნავ ვისვენებ ხდები და მინდა რომ ეს გავაგრძელოთ. არა ხო მართლა იმიტომ რომ მართლა ბევრი რესურსი არის ხალხო, სადაც უფრო სწორ აზრს მოისმენთ, უფრო სწორ ინფორმაციას მიიღებთ ვიდრე ჩვენგან და მაგრამ როცა საჭირო იქნება და როცა დავინახავთ რომ ჩვენი სიტყვა რაღაცას სვლის, იმიტომ რომ არაფერს არ წვლის სამწუთას ხო? აი მე ვიტყვი რაღაცას მაგალითად, მე ვაღიარებ რომ წინა ეპიზოდში რომელი ბრენდიც გავაპირე, არ უნდა გამიპირებინე, უბრალოდ ჩემამდე არ მოსულა ინფორმაცია და მართლა არ ვიცოდი, which can also be my fault. And maybe I will make the same mistake on other brands, არ ვიცი. მაგრამ noted და ანუ ვინც დამეწერა, ანუ მე მგონი YouTube-ზე როცა გიწერენ ადამიანი კომენტარებს, ხო, და არის კრიტიკა, ოღონდ აი როგორ ეძახიან და მოვიწყდა კონსტრუქციული კრიტიკა, ანუ ძალიან მისაღები არის და ძალიან მომწონს და TikTok-ზე რაც ხდება მაგაზე კომენტაროთ, უკომენტაროთ. მოკლედ მადლობა, თუ რამე კიდე გაკლია ჩვენგან გაგვაგებინეთ, ყველანაირად შევსებით რომ ამოვიღოთ ყველა თემა, მაგრამ ამისგან ოდნავ თავი შევიკავებ ხოლმე ყოველთვის. ახლა ძალიან რთული არის, როცა ასეთი სერიოზული თოფქიდან რომ გადახვიდე. მაგრამ მე დავიწყებ ცოტა სერიოზულით. ჩემ ოჯახში გვაქვს ობსესია მხოლოდ, არა, მამაჩემს თითქმის ყველანაირი სპორტი მოწონს, მაგრამ ოჯახს როგორც კოლექტივს ერთად გვიყვარს ტენისი. ტენისი არის ჩვენი ობსესია. და 4-ვე Wimbledon-ს უყურებ? ხო, და ახლა არის Wimbledon-ის სეზონი, მეგობრებო, and I loved it so much. Wimbledon-ი არის ჩემი საყვარელი ამ 4-დან, Grand Slam-ებიდან და ბევრი ნოუთი არ მაქვს გარდა იმისა, რომ პატარაობიდან ვოცნებობ, რომ შემეძლოს რომ წავიდე და ვიყო მანდ. I know და დღეს იმაზე რომ გეოცნება რომ გეთამაშა? არა. არა, მე ყურებაც მისწორდება ძალიან აი. ანუ ოცნებობდი რომ დასწრებავდი? Yes-ნია. თან იცი როგორ რთული არის ბილეთების ყიდვა? რა ღირს ბილეთი? გავარკვია რა ღირს ბილეთი, მეგობრებო, 80,000 ლარი ღირდა ერთი ბილეთი. არ არსებობს. თან ეს ფინალის ბილეთიც არც იყო. ეს იყო semi-finals or something. თან ერთ თამაშზე დაახლა მან რამდენი თამაშა და მე მინდა რომ ყველას დავესწრო, ამიტომ if you have connections. ანუ აი რა პონჩი გინდა? მე ტენისი ხალხო რომ მეკითხებოდნენ მთელი ბავშვობა შენი ჰობი რა არის, ვამბობდი ტენის მიუხედავად იმისა, რომ ერთხელაც არ მითამაშია ცხოვრებაში. That is a weird lie. რატომ უნდა მოიტყვა? იმიტომ რომ ტენისი იყო ძალიან ზერსკი სპორტი, მთელი ჩემი ბავშვობა. ხო. მგონი დღემდეა. და აი ძალიან თესლა ჭყერდა რომ შენი ჰობი რა არის და ჩაგვირთი და აი იმენა შწერდებოდა ყველა. მაგრამ ის რომ ახლა Wimbledon იცი რა მინდა და რომ აი ვინმე თქვა რომ წამოვითამაშო და გვერდზე რო ყოფილიყო გორდე. მე რას ვაკეთებდი? აი ეგეთ კატეგორიაში მაგას არ ვიძახდი, ხო ხდება, ვისაც უყვირდა რომ ატენისი ეგეთებთან და ჩემი ერთ აქალი დადიოდა ხოლმე მარჯანიშვილზე იყო კორტები და მე მივყვებოდი. ვიცი რომელზე ამბობ. მივყვებოდი და ის რო თამაშობ და ვუყურებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი რა სპორტის ტიპშადი და არ ვარ რა, არ არის ჩემი ძლიერი მხარე და მე აი უზომოდ ვიღერ და მახსოვს იხდი და 700 ლარს თვეშთან იმ დროს ხალხო აი 13 წლის წინ ის იყო ძალიან დიდი ფული რა. ხო. ანუ აი ძალიან ძველ პირადი მწვრთნელი რა ყოლოდა და რაღაცა და ანუ ხალხი იცი რა კატეგორია დადიოდა იქ მარტო აი ვისაც მძღოლი ყავდა და აი მძღოლებს რომ ყავდათ და მარტო მე და დავდიოდი ხოლმე მეტროდ. ხო და უნდა შევიდეთ ტენისში და ეგეც ტრაუმაც ჩავაქვს. აი ტრაუმა ხალხო ჩემ inner child კურნაო. ნელ-ნელა. 2 არა 3 დღეა. ვიყიდა ხოლმე მთელი ბავშვობა ხომ მინდა და პენსიმონები. აქაც მინდა თქვა. ანუ იცით როგორი ჩაჭარა მქონდა? აი ორიგინალ პენსიმონებს თუ გახსოვთ, შუაში ქონდა ხოლმე ხაზი და შნურიკები ქონდა რაღაც მეტალივით დაყვებოდა რა და მე არ მქონდა ორიგინალი პენსიმონები, იმიტომ რომ 200 ლარი ღირდა მაშინ და მაგ დროს 200 ლარის კეტში იყო ძალიან ბევრი. ნუ რო ამეკვიეტებინე ჩემები მიყიდიდნენ, მაგრამ აი თან მენანებოდა რა, აი ყოველთვის მაგრამ რაღაცაში მენანებოდა.
ეხლა ხალხო მეთქი ჩემ დაქალსვანები რომ მეთქი დადგა დრო რა ისოცნება ავისრულო და ჯერ ხო ერთი პენსიმანი ვიყიდე პლუს სკოლების დავდებით ხოლმე მე მეორეც მივაყოლა და გუშინ დრესაპზე არის ფასტაკლება ხოლ დაიდება ეს და ნახეთ თქვენს ვიყიდე კიდე 4 პენსიმანი ანუ ხალხო აი იცით როგორი ბედნიერი ვარ აი პატარა ბავშვს რო გაახარებ და მეთქი ფერი სამა მამეთ ჭკვიანი ხარ იმიტომ რომ მოდა ხო ცირკულირებს ზუსტად ჯერ ერთი ეხლაც მანდაში let's start with that იქით ეპიზოდი ჩავისვამ და გაჩვენებთ ერთ-ერთ she will bring them back period I will მე და ჩემს ამ გოპრო იმიტომ რომ ყველა მე მქონდა account dress-up-ზე და 15 მაქვს ნაყიდი და უნდა მომიტანოთ ეს რიგრიგობით მოაქვს კორია რაიმე ის არ გაქვს benefit-ი ბენსიმანის გამოდი ბენსიმანის წარმომადგენლებო თუ უყურებთ გთხოვთ ანა დააჯილდოვეთ რამით ხო ანუ აი ხალხო ეგ ერთი და ახლა ტენისეც შავალ ერთ დღეს უეჭველად უეჭველი უნდა შემოხვიდე კიდე მაგ რაღაცები მე გეტყვი და ამის როლი ბავშვებს ტრამებს ამბობ ხო და არ ვიცი can you imagine that though ანუ would you ever pay 80,000 ლარი წახვიდა ტენისზე თამაშად აი და რადონის მდიდარი უნდა ვიყო რა ეკავაკეთო იმიტომ რომ არ არის ჩემ passion ხალხთები შენ ალბათ გადაიხდი უეჭველი როგორც მე გადავიხდიდი რაში არაფერში არ გადაგიგონია სოჩი მე არაფერში შემდეგი ანა მახსენა კულტურული ფენომენი რამაც უკვე ჩაიარა რაც არის პლუს ქულების დაბადების დღე ეს არის საქართველოს ეკვივალენტი შავი პარასკევის you guys იმენა შავი პარასკევი დგება ჩვენთან 5 ივლისს ჩვენ მე უბრალოდ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავ ფიზიკურად ოპერაციის გამო და ვერ გავედი ვერსად მაგრამ გამოვიწერე უთესელესი air fryer I finally gave in იმიტომ რომ ორი წელი დაგაგვიანდა ყველა ჩემს ირგვლივ მეუბნება რომ იყიდე air fryer და იმის გამო რომ ახლა ეს ყველაფერი ჩავიტარე ზეთის მიღება დიდად არ არის რეკომენდირებული ჩემთვის ამიტომ air fryer was a really smart decision და არის ჩემი უსაყვარლესი ბრენდის Twillingis ამიტომ არ მგონია Twillingis ვინმე вообще remotely closely ვინმე თუ უყურებთ ეს ამას მაგრამ please sponsor me იმიტომ რომ ტაფებიც მაგ და ყველაფერი მაგ Twillingis ამიტომ give it to me give me the partnership და ორი პარტნიორში მქონდა ძალიან ბევრი ქულები იმიტომ რომ იცით რა ტიპია ისად მე რო გავდივართ ხოლმე ყოველთვის თვითონ იხდის და ჩვენ ვურიცხავთ რაც ხშირ შემთხვევაში ცუდიც არის იმიტომ რომ ვიღაცებს ავიწყებათ შარიცხო და ესეც რა თქმა უნდა არ ითვლის და შეიძლება თვითონ იხდიდეს ძირითადად მე რა ქულები უგროვდება ეს არის პლუსი და მე იმენა დედა ჩემის ქულები გადმოვიყარე მამა ჩემის ქულები მთელი ოჯახის ქულები ჩავირიცხე და ორ ბენსიმას გავწვი Yeah. Love that. No, that's good. ახლა შევაგროვებ უეჭველი კიდე. ეხლა მეც მინდა რაღაც მუღამში შავარდი. ხო მე იმენა მოვწყურე ჩემი. სხვა რაღაც მინდა მაგრამ online ვერ ვქანი და რაც შავწელე ეგ იყო ორი ბალიშები არ ვიცოდი ეგეთი ძური თუ იყო I'm sorry the fuck 80 ლარი მივეცი ფასდაკლებით. არც შეძვირია. ხო მე ფასდაკლებით წარმოიდგინე. Love that. ასევე რა მინდა გავაგზავნო okay, შენ არ ხარ USA to Georgia-ს მომხმარებელი, ხო? No, მე Inex-ის მომხმარებელი. Okay, მე ვარ USA to Georgia-ს მომხმარებელი და ყოველთვის ძირითად შემთხვევაში ვიწერდი, ყოველთვის ტაქსს ვაგზავნიდი და ეს ბოლტში რო არის მიტანის სერვისი მაგით გამომქონდა. Delivery ხო. ბოლო პერიოდია რომ ჩემი დავდივარ. ისე უკან ხარ მართლა კისერი მწყება მოიწია? ბოლო პერიოდია რა. უკან ვარ. გაიქერავ თქვი? უკან ხარ ბაზარი არა. ბოლო პერიოდია რომ მივდივართ ფილიალში ჩემით და ანუ იცი როგორი გარემო არის ანუ სულ ხო შავია. ასკანერებ და ასე გამოიწევა კარადა და დევს შიგნით შენი ეგეთი პრემიუმ რაღაცაც არ არის ვიცი. არა რატომ ამბობ ამას მე მეგონა რომ ეს ყველაფერი იყო ავტომატიზირებული რომ მეთქი აი რაღაც ეს tracking კოდები აქვს მეთქი და თავისით ანაწილებს. უკან ადამიანია და დებს. და მე სანამ ეს მოვიდა და რაღაცას ვცეკვავ თუ რაღაცას ვაკეთებ weirdly ანუ ხო ხვდები რა და მგონია რომ კაციშვილი აქ არ არის და მე თან ანუ ეს მაქვს რომ აი დავინახო რაღაც და რო ავიღე ეს ჩემი parcel ვიყურებ ხოლმე და ანუ ადამიანის ფეხებს ხედავ და ხვდები რომ ეს კამერები არის live კამერები რომელსაც ისინი აკვირდებიან. ძალიან დიდი სიცხვილით გამოვედი. მინდა რომ ეგ ჩანაწერი გაშუქდეს. ძალიან დიდი სიცხვილით გამოვედი. ეს როდის ხდებოდა?
ორი კვირის წინ თუ რა. მეთქი ცეკვის ენერგია გქონდა ამ დღეებში ასე ფული რეაბილიტაცია. წინა ეპიზოდზე მინდოდა მეთქვა მაგრამ ვერ მოვასწრე. მეთქი გამოგიჭირე მაგრამ. Nor. გუშინ მე მგონი იყო ვისი დაბადების დღე? შორინა ბეკაშვილის. Are you ready? ვიცოდი რომ მაგას ილაპარაკებდი. Of course, ხალხო ჯერ რომ თილი თვალი გავახილე და TikTok-ზე შევედი obviously. ხედავ შორინა არის თეთრ კაბაში და მეთქი what did I miss? იმიტომ რომ მე ქორწილში არ დამპატიშა. ხალხო, აი ისეთი იმენესა დედოფლ კაბაეცა ნახე ვიდეოები და აი თეთრი ტორტი 8 სართულიანი, რაღაც გაფორმებები, მთელი ამბები და თურმე აქვს დაბადების დღე. დედოფალი. და ანუ მთელი ელიტა ქართული სტუმრად და რაღაც white party იყო მე მგონი ყველას თეთრები ეცვა რა. We're bringing Hollywood here or Hamptons. It depends. Wow. მე ახლა ფიქრობდი რომ დაიწყო უცებ ლაპარაკი. Lauren Sanchez-ის ქართული ვარიანტი არის შორინა ბეკაშვილი. Okay, let me think about that. იმიტომ რომ ჩემთვის მაგალითად I love her and kudos to her. ანუ it's tacky ვაღიაროთ. ერთი წამი რატო აჯვამ ხალხს გაუჩერებლად თუ რა არის გოიმობა და ზედმეტი? არა, no, that's my opinion. We don't care. შენ არ გაკופლება რომ ქალებზე ეგ თქვა. არა, გასაგებია, მაგრამ it was tacky. It is not, David. მე შემომხედე, აი tacky სხვა levels გაჩვენებ მე რომ ეგეთ ფულს ვიშავე. ანუ ჩაოლებრივად შეკრცხობა რომ ჩემ გვერდით დადგა. ხო, მაგრამ ეს ტორტი. აი ყველაფერს ვიზა. Tacky-ს კი არ მომკაი მოდი ვთქვა ეს პომპეზური. ხო, because she's like that. A big personality deserves a big party. Period. First it's just not my vibe. აღარ შემპირდი რომ შემდეგ წელს მე და შენც უნდა ვიყავთ მაგ პარტიზე. I can get you in. Yes. I will be outside. Supporting. არ მაქარენერი ბიფ ხო. აი მე ხალხო შორინაზე გამახსენდა, ანუ ჩვენ ხო ორ დედოფალს ვაღიარებთ ქართულ სივრცეში. თამაშალო მიზამ ხო დაგვიკომენტარა ჩვენ TikTok-ზე. Yes, გულები. ჩემ პირად TikTok-ზე ჩემი და დავითის ვიდეო დალაიქა. I'm gonna fucking lose it. იმიტომ რომ the queen gets it. The queen knows the truth. That's it. გიჟწამი აი ნეტარას ფიქრობს რომ ისა ყოლები არიან თუ რა. მაგრამ ანუ გუკომენტარებ და ანუ ეტენებოთ აი ესა ახლა ეტენებითო აჯვამდით ახლა ეტენებითო არ უპასო მართლა genuine letter-ებს I will not ის ნახე Edison Ray შენი საყვარელი გოგჩა რომ Lana Del Rey-ის კონცერტზე იყო. კი, ძალიან საყვარელობა იყო. ანუ მართლა ვშტარდები. აი Edisonis თემი რა ჩვენ ყავდეს. ანუ ჩაოლებრივად თელი მსოფლიო ისწავლიდა ქართულს რო ჩვენთვის მას. ზუსტად. იმენა they are working overtime. არ სჭირდებათ ქართული სწავლა, იმიტომ რომ ნახევარ დღე ინგლისურად ლაპარაკობთ. I'm better, you guys, sorry. You are მომწონს შენი ახალი. No. ნამწან ხარ. ხო ანუ Lana Del Rey-ის კონცერტზე გამოვიდა Edison Ray იმენა ლონდონში იყო თან ძალიან აი რაღაც ძალიან ბევრი 1000 ადამიანი. და ანუ ყველამ ძალიან A-list-ში გადავიდა ეს გოგო თუ რა ხდება მიხსენი. ძალიან კარგი performance იყო ჩემი აზრით. გამომეწონა. ძალიან კარგად ესვა რაღაც stripes და რაღაც it was cute. ანუ სტილზე ტიპაჟიც ხო არის ძალიან ფასიანონა. ცეკვა გამოსდის ვაღიაროთ. ეხლა TikTok-დან ვიცით ჩვენ რა გამოსდის. მაგრამ ეგ ხო. მაგრამ ეგ მოცეკვავა იყო მანამდე. Like dance moms. Cheerleader იყო მე მგონი. ხო, რაღაც ფორმაში მყავს ნახე. ხო, თქვენ ასაპორტებთ, ჩვენ რა თქმა უნდა ვასაპორტებთ. არა, იწამე არ თქვა ეგ. Let's not say that. Edison, right? ხო. But we're researching, იმიტომ რომ მაგის შეყვარებულზე გავიგე რაღაცები. ომარი როა ვიღაცა? I don't know anything about him. ჩვენ მაინც არ ვქენსელდებით არაფერზე, ხო? Well, ამასინად ვუყურე ახალ სერიალს, ქვია Adults. გადის FX-ზე. მოკლედ ხალხო ერთი სცენა იყო და მაგას ერთ სცენაზე მინდა რომ ვისაუბრე, იმიტომ რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოხდენა ჩემზე. ანუ საუბარი არის 5 მეგობარზე, რომელიც არის ჩვენი ასაკის სავარაუდოდ, ну ჩემი at least ჩემი ამას კატეგორიაში თუ შევდივართ უკვე age bracket-ში. იმიტომ TikTok-ი ყავს 25-თან უკვე. და კომენტარს არ გავაკეთებ. და ანუ არიან ნიუ-იორკში ცხოვრობენ. კი ნიუ-იორკში ცხოვრობენ Queens-ში. და არიან მეტროში ხალხო. და ეს ერთი კაცი არის, რომელიც ანძრევს და აკვირდება ამ ერთ გოგოს. ანუ ეგეთი სიტუაცია მგონი თბილისშიც მოუხდა რა.
That's მაინტერესებს სად მივდივართ ამ ფაქტი ის საბიცლება რამ ხრივ მოახდინა ხო ამ გომხა შეამჩნია რო ანწრებს და თვითონ წყებს ეს გინდაო და თვითონ წყებს ნწრევას ხალხო ფენომენალური სცენარი Oh my god. It's so big. What? Don't say it's big. Look at it. So what are the rules, huh? We can just masturbate at strangers now? No one cares? That's totally fine? No, no. Is this the world you want to live in, sir? Stop. Is this what you want? Hey, babe, I think he's into it. He's going fast. He's going fast. He's harder. I must engage. You don't have to. I must engage. You don't. No need. Crazy. Sorry, no one else is doing anything. This is weird. You could have done something. You're a nurse. Isa. Whoa, hey, don't film. Are you crazy? You didn't expect me. Please, she's doing this for your daughters. She's doing this for your daughters, I think. Oh, you want to go faster? You don't want to get arrested. She's going to get arrested. I've been doing this since I was 7! ხალხა ვიყურე, მაყურებინა, ტრაუმირებული ვარ და ანუ არ გაგიცინა? ანუ გამეცინა, მაგრამ 100 რაღაცას უყურებ დღეში, რაზეც მეცინება. აუ არა. მე შოკის მომგვრალი რო იყო, მაგიტო გამეცინა ძალიან. და იცი როგორი საბეჭდილება დამიტო. ნარკოზიდან გამოყვა. გაულის ერთი კვირა. იცი, არა, იცი როგორი საბეჭდილება იყო. პირველად რო ვუყურე Girls. Negative vibe ქონდა ამასაც. ვიღაცამ დამიკომენტარა რომ შენ გაქოს შანას ვაიბიო და I'll take it. ხო? ეთანხმები? ანუ in a way მაგ. In a way gag. მაგრამ მე მგონია რომ შენ ხარ შანას და ჰენას ნაჯვარი. Really? Yeah. Fuck you, Hannah არ მიყვარ. ჰენა არავის არ უყვარს ჯეროს ერთი მოდი ვაღიაროთ, მაგრამ we have to be honest about some stuff. She's iconic. მე მგონია რომ მე გადავწყვეტ, მე ვარ Marnie არ არის likable person ამიტომ არ არის like ხოლმე უნდა დაფალე ვაღიაროთ. ეს რა სიმღერა? ის ბაზარია რა, გაკ მაგის ვაი. Marnie's და ნუ ჯასა. You want it so bad? აქცენტი არ მაქვს სამწუხაროდ აკეთე კარგი. British. ეგ თურმე, ეგ რატომ დავსარჩე ხალხო. Girls მაგ ნახე მგონი 4 ჯერად, ახლა მაგ მარათონი ისევ თავიდან ვუყურებ და ის Jessas wins თამაშობს. ეგ გოგო რატომაც შემომესტალკა რა. და თურმე აღმოჩნდა, ანუ მე ვიცი რომ ადრე იყო იმენა 8 girl New York-ში, ანუ ყველგან ხო, ნუ ეგ ვიცოდი რა. და მეთქი სულ მაინტერესებს ეს 8 girls მოდიან თუ არა რაიმე wealthy-დან ხო რა. მამამისი იყო მომღერალი, მეთქი okay, not looking good. There's not much. დედამისი იყო ინტერიერ დიზაინერი, ან ბრიტანელი. მეთქი okay. მან შეიძლება მეთქი რაღაც ვიპოვოთ ხო? მამამისი ყოფილა ამ დედას, ანუ ბაბუამისი ყოფილა მილიარდერი, ოღონდ როგორი მილიარდერი ხალხო იცით? With a big B. მეთქი? Okay. ანუ თან მგონი Girls იყო მისი პირველი acting gig. ძალიან კარგად თამაშობს. It's a revolutionary სერიალი არის ჩემი აზრით და I love it. ზუსტად არა აქვს იმდენი კრედიტი. არ ვიცი, ალბათ ამერიკაში ძალიან თემა არის. აქ არ არის ჩვენთან მაგდანის. Даже ამერიკაში ამბობენ რომ ახლა დაიწყო ახალგაზრდა თაობამ Girls-ის აღმოჩენა. ძალიან ბევრი, იმიტომ რომ მე მართლა ძალიან პატარა ვიყავი რა უყურე ხალხო. ძალიან ბევრი მუსიკა და ეს რაღაც აუტროებში და ინტროებში რაც იყო. That's how I shaped my musical taste as well. ერთ-ერთი ძალიან ნიშ მომღერალი. That's why it's so bad. ერთ-ერთი, იმიტომ მაგიტო არის რომ ჩემი Spotify rap-ში პირველი Pitbull-ი არ მყავს. Thank God. Okay. მე ვიყურე Netflix-ზე Secrets We Keep ესე ქვია. სულ იყო რამდენიმე სერია და არის დანიური. So you would like it. Period. ძალიან მომეწონა, რაღაცნაირი იყო. ჩავიწერე, actually I'm gonna. Secrets We Keep. Netflix-ზე როგორც კი შედიხარ, დარწმუნებული ვარ, ყველას ეგრევე მთავარ გვერდზე უგდებს, მაგრამ ანუ დანიური არის, თვითონ დანიელები თამაშობენ. Wow. და იცი რა თემაზეა? აი თურმე ოპერები ძალიან თემა არის რა და ფილიპინებიდან ჩაყავთ ძალიან ბევრი ხალხი რა ოპერები იყვნენ იქ, ანუ ოპერები არიან სახში რო ძიდათ. ანუ ოპერა კი ოპერ. ოპერები. ანუ ამ ფილიპინელ ოპერზე არის რომ რაღაცები ხდება, მოკლედ უყურეთ, ძალიან სასიამოვნო საყურებელია. თან მე მინი სერიალები ძალიან მიყვარს. არ იქნება მეორე სეზონი? მე მგონი იქნება. Okay. მე მგონი არ იქნება, დავსერჩე და არ იქნება. But we will never know. იმიტომ რომ დანიურად ამავიგდა რაღაცაები, so I didn't engage. კარგად ჩანს მაგათი ცხოვრების სტილი დამბები. იმენა ჩაქცეული დანიელები არიან. So I love it. დაართულია რომ ჩაქცეული დანიელი იპოვა. თან კოპენჰაგენში ხომ? არა, ქალაქში არ არის, სადღაც იქ ცხოვრობენ. Okay, suburbs. Outside of the city.
near the lake. მეყოლებოდა au pair. მეყოლებოდა au pair, მაგალითად ფრანგი გოგო. რა სწავლობს შულს ფრანგული? კი, მაგრამ აი ფრანგებს იმ დონეზე წიხლ ეკიდია. არა, ბევრი არის. ანუ აი რაღაც ისეთი ტიპები არიან. ნიგაც არის, მაგრამ let's not generalize. Okay, I will not. ფილიპინებს რა ვახსენებ? თუ ტაილანდი. White Lotus-ის ბოლო სეზონი ტაილანდში იყო. კი. ტაილანდში? Okay, fuck me. Nothing. არაფერი არ ახსენდება. არაფერი არ ახსენდება. არასწორად ახსენდება, უფრო სწორად. მოდაზე შეიძლება რომ ვილაპარაკოთ. კი, მე გადლაუფლებას. ანუ ბენსიმონებით დაიწყებთ ხო? ბენსიმონით ხო დავიწყოთ, ახლა ცოტა ისე ჩამოვდივართ ქვემოთ. მოკლედ, პარიზში ხდება გადატრიალება, მოდი სამყარო. As we know, Couture Week არის მგონი თუ არ ვწდობა. და სკაპერელი ხო იცი? კი, fuck you. ალჩა მეგობარს ედო, ის ერთი წითელი კაბა და უკან როა, ასე ლამაზად bejeweled heart, რომელიც ცემდა. აი ასე მოძრაობდა? მოძრაობდა და იყო მთლიანად encrusted with jewels. რომელი jewels ვიყო თუ crystals იყო, არ ვიცი. გამოვშტერდი, მეთქი wow, this is worth რამდენი ღირს და ღირს ალბათ 50,000 ევროზე მეტი. ჯანმრთელობა. დავით სწორე ნამდვილად ღირს. მეუყურე რომ შანელის haute couture ჩვენება იყო და სოფია კოპოლა. ძალიან თემა არის ახლა სოფია კოპოლაზე, არ ვიცი საიდან წამოვიდა, ვიღავს პირში მაგას და თავის შვილებთან ერთად იყო. სოფია კოპოლას ციგნი მინდა ის ვარდისფერი რო. ანუ ევროპაში შენთას ვიცავ, ხალხს ყველგან რო ეკიყო. ანუ ამსტერდამში მაღაზი არ იყო სოფია კოპოლას ციგნი რო არ იყიდებოდეს, რაღაცა ვარდისფერია, ზედაწერია სოფია კოპოლა და იმ ხელა ჰაიპი არის, რომ ვითომ აი სოფია კოპოლა და ანუ ერთი კაი ფილმი აქვს, ნარეჟისორები მე გადავები? არ მინახავს, ანუ რაღაც გახმაურებული დიდი არაფერი არ არის, არა? ჯერ ერთი ეგეთი მამა რო ყავს, არც ერთული არ არის, რომ სოფია კოპოლა გაიჩნდა, მაგრამ I appreciate her. მოდი დავიწყოთ ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ მე ყველა არ მასავდა. Lost in Translation. კაია. უთესალესი კინოა, როგორ ეს არ გაქვს ნახე? არ მაქვს, მაგრამ ანუ მინდოდა რა მენახა. Marie Antoinette. არ მაქვს ნახე. Okay. ხოლო მხოლოდ. Period. Priscilla არ მაქვს ნახე მაგალითად მა. ამიტომ არ ვიცი კარგია თუ არა. კიდე რა გაქვს ნახე? აი ორს თუ დამისახელებ. კიდე ორს? იცი დაგტესტო. მიდი ერთი წამა. იმენ არაფერი არ აქვს. That's all I'm talking about, you guys. Godfather 3. There is no fucking way მაგისია? Godfather არის мама მისის და მესამე ალბათ ეხმარება როგორც რატო წერი აქ The Godfather ნანახი არ გაქვს აი იცი როგორ დაწუნებული ვარ მაგამ ბავშვი Shut the fuck up you liar აი მეგროლს გაუფებს ხოლმე ხანდახან არა ეგ ორი კინო ნანახი მაგ Lost in Translation და Marie Antoinette ორი კინო იმ ვანო თარხნიშვილისაც მაგ ნანახი მაგრამ არ ნიშნავს რომ სოფია კოპოლა იცით რა არის მეგობრებო რავი, მე ვასაპორტებ ქალებს in the arts, მაგრამ you know, they should 600 ევროს არ გადაიხდი წიგნში. ძალიან ძორი ღირდა, ხო რა ღირდა? არა, 200 რაღაც euро ღირდა. თუ 60. We will never know. არა, ძალიან დიდი ციგნია. აი, ვარდისფერი და სოფია კოპოლა წერია ზემოდან. I'll take it. Any day. რაზე ლაპარაკობთ? და მეც ვინ მომწონს, აი მინდა რომ მოусმინო სოფია კოპოლას შვილი ყავს, რომი მარს ესე ქვია. ქმარი ყოლია მომღერალი რაღაც ბენჩში მღერის და ცნობილი ტიპია და სიმღერა აქვს მაგ გოგოს მღერის, აი გრომი. ვიცი. და ძალიან მომწონს ეგ სიმღერა გიჟივით უსმენ. და Nepo Babies ვასაპორტებ როგორც ყოველთვის და ამიტომ თქვენს მოусმინეთ რომ Spotify-ზე აუწიოთ სტრიმები. ერთი წამი სოფია კოპოლას რატო არ მომიგდო ერთი წამი Letterboxd-ში შევედი რომ გადამამოწმებდი მართლა მოვწყდება The Bling Ring ეს არ გაქვს ნახე? არა. მე გადავები. აია. ეს არის გადაღებული ნამდვილ ფაქტზე თუ როგორ გაქურდა სამეგობრომ Paris Hilton-ის wardrobe და არ მხოლოდ Paris Hilton მანდ იყო საუბარი, ნუ ყველა მანდ 8 girls ვინც იყო შედიოდნენ, ქურდავდნენ. ანუ მამამისი Godfather-ს იღებდა და ეს Paris Hilton-ის wardrobes როგორ ქურდავენ მაგებს. აი ახლა თუ მიიღებ hates, იმენა იმსახურებ, იმიტომ რომ Bling Ring არის one of the most iconic movies. Facts. We have some exciting news.
კავეამ მოგწერა და ადრევად გვაჩვენა მაგათი ახალი სერიალის ვინიცის მერის პირველი ეპიზოდი. Yay. ანას მიწერეს, რასაც მე ძალიან გაბრაზებული ვარ. მამიტომ მინდა რომ შენ გააზიარო ჯერ შტაბეცელებობა. მოკლედ, ეს მოხდა სადღაც 3 კვირის წინ და მე ეგრევე უყურე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რო დაიდროპა ეს ტრეილერ, თუ რა ქვია, სერიალისაც ტრეილერ ქვია, ხო, მე მგონი. და ანუ ძალიან თამამის სცენით იყო ტრეილერიც, იმ თამამის სცენით იწყებოდა. მე თქვი, oh my god, I want to see. I want that. I want that. და ჩავგვიგდეს და ვუყურე. ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს, იმიტომ რომ 3 კვირის წინ უყურე, მე რა შთაბეჭდილებების დამიტოვა გაგიზიარებთ, რომ ანუ აი როგორც ადრე მაქვს აღნიშნული, ვგიჟდები კარგი ხარისხით გადაღებულ რაღაცებზე და აი რომ გადაიღონ და უფრო ჩემ მაღაზიაში ჩასვლა კარგად, იმენა 500 ჯერ ვუყურებ, თუ კაი გადაღებულია. და ანუ აი ხარისხი იყო, აი ძალიან ჰოლივუდური რა. იმის გათვალისწინებით თუ კინოს equipment ისეთი ძვირი არის, ხალხო ვიღაცა მითხრა ადრე ვინც მუშაობს ამ ინდუსტრიაში, რომ არსებობს ერთი კონკრეტული კამერა თუ ლინზა, რომელიც ღირს 2 მილიონი დოლარი და ვიღაცა ანუ საქართველოში ერთი არის და ყველა ქირაობს. წარმოიდგინე, ხო? Oh my god. ანუ უძვირესი ანუ და იმის ფონზე არ ვიცი ხა იგი იყო ნაქირავები თუ არა ამ სერიალის გადასაღებად. შეცდეთ ძალიან კაი ხარისხით იყო. შენ კი არ გაქვს ნანახი, მაგრამ აი არ ვიქრინჯებოდი არაფერზე, აი გადაღების მომენტებში. ხო ხტები, ზოგჯერ უაზრო ზუმი არის, ან უაზრო გაჩერება, ანუ აი არ იყო ეგეთი რაღაც. ლიფონავა გიორგი იყო მე მგონი რეჟისორი. Wow, okay. ძალიან კარგი იყო და ეხლა იმიტომ ახსოვს რომ პირველ სერიაშიც გიორგი ლიფონავა ჩანს ამ მაშინ ვინიცის მერიში. რა პერსონაჟად? რაღაც სახიობად, მაგრამ ეს უბრალოდ სახიობად ხო არ იქნება, შეიძლება რაღაც production-შიც არის, I'm not sure. არა, რომელი იყო თქო, მეც ვუყურე პროსტა სახელს არ ვიცი. აი, ექიმირო იყო თუ გახსოვს, კაცი. ისა გერმანიაში უნდა წაგიყვანეთო თუ რაღაც. Okay, we see you. ხო და ძალიან მომეწონა, ანუ მეორე ის მომეწონა რომ არის ძალიან თამამი, ანუ რაღაც ითამამები იყო ყველგან ჩცდუშიც, მაგრამ არ იყო. ანუ ჩცდუში ყველაფერი იყო და რაღაც მომიჩელებას ითამამიც იყო, მაგრამ აქ პირველ სერიაშივე ხო ეგეც ითამამები არის. მაგიარო რა არის? აქ იმენა ითამამებია, რაც მომწონს, იმიტომ რომ აი უცხოურ რაღაც ფილმში ინდუსტრიაში ზოგადად ამ ძალიან ბევრი რაღაცა ეგეთი ხდება და ჩვენთან არ არის ხო ყველაფერს ტაბუადებს ასე თუ ისე და ეხლა რო ცოტა ხსნიან ამ დახურულ ფანჯარას ეგ მომდონს თან ჩარის კავე პლუსიც იმიტომ რომ ის მეორე სერიალს რა ქვია ეგეთ კავეზე რა იყო ეგეთ კავეზე რა იყო არ მაქვს ანახი მაგრამ ვიცი ფარული ნიშნები თუ ვანა ეგ რაღაცა მგონი იაფარულა შოუ თქვი ახლა ფარული კონვერტი უხილავი ნიშნები ხო? არა. უხი. არა. ერთი წამი. უეცარი. თვალებადი. 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 მანდ ძალიან საკმაოდ ისე თაბუ თემებს შეეხნენ. მართლა ხო? Ja. ამიტომ ნაისა ცენზურა ხელოვნებაში მიუღებელია. ზუსტად. და მოგწონს ყველაფერი როგორც მიდის. დღეს სად მივდივარ? დღეს არის პრემიერა, ხალხო. შეგხვდებით, მე მგონი ვიღაცები მოდიან. ამ ახალი სერიალის. I'm not sure, მე მგონი თავიდან არ გვაყურებ. ახალი გავიწყდება? ხო. ვინ არის მერი? ვინ არის? არა, ვინ ისი, sorry. მოკლედ მილანში მოხდა თუ არა, ვიცი ოღონდ. მილანის თემები რომ მოვეყოლჯერს ვგიჟდები. რობერტო კავალი. ჯერესეთი რობერტო კავალი is a discussion ხო ახლა ამ წამოიწეს კი. აბა რობერტო კავალი თქვი აქცენტით. ხალხო, ჩემი და დავითი battle არის ყოველთვის საზღვარგარეთ რეტალთ იტალიაში, რომ ვინ უკეთესად ლაპარაკობს. ვის უფრო კაი იტალიური აქცენტი აქვს და რაღაც წინადადებას ავიჩემებთ, ჯერეს იტყვის, მე მევიტყვი, რომელს უფრო კარგად გამოგვდის. საწყალი მეგი არის the judge. და ამ დროს მეგი არის ადამიანი, ვინც actually სწავლობს Duolingo-ზე, რა ვიცი, რომელ level-ზე. Shorikak, რაღაც 10,000. ამგონი. ამიტომ მაგრამ I do it better and you know that. არ ვიცი. აი პარიზში რო ვიხსენებ პანო შოკოლადს როგორ ამბობდი? მე მგონი ფრანგული უფრო ჩემია და იტალიური შენია, არა, პირიქით ვამბობდი. მე მგონია რომ აი ნიდერლანდებში როცა ვიყავით, ბევრად უკეთესი მქონდა მე, აქცენტი, ვაღიაროთ. პარიზში რო ანუ საფრანგეთში მე მქონდა ბევრად უკეთესი, მაგრამ იტალიაში მე მქონდა ბევრად უკეთესი. So let's keep it at that. Let's keep it at that. ხოდა რას მომავდი რობერტო კავალი. ნახე რობერტო კავალის და სკიმსის ახალი კოლექცია. არა, და გთხომ მითხარი.
ხო. გაჩეს კიმს at least კიმსი უნდა იცოდე და fuck რატო არ იცი? აი fashion, ხო იცი ხან მოვიწყდება ხოლმე რომ არსებობს. Wow. ეგეთი materialistic არ არის ანა. Period. აი ძალიან ისეთი არის ციგრო, ერთამე ძალიან floral. არა floral პირიქით. ხომ ტყავილები იყო. ეგ სხვა რაღაც იყო. ანუ იმენა ეგ არის. ეგ ძალიან იმენა ეგ არის. ეს ნახე კრის ჯენერიც რო იყო. Yeah, ain't that cool? That is so cool. მოკლედ რობერტ კოვალი არასდროს არ მევასებოდა. Let's keep it at that. იმიტომ რომ ჩემს ყოველთვის ისეთი იყო. Tacky. მაგრამ very tacky. არა და ადრე მას პატარა რო ვიყავი მაშინაც რობერტო კოვალი მაშინ როცა რობერტო კავალობდა მაშინ ცოტა ისე უყურებდი. რობერტო კოვალი ბანძი არ არის. აი ბანძი არის მაიკლ კორსი. არა ბანძი არის ფილიპ ლეინი. მაიკლ კორს არ უნდა დავაჯოთ მე მგონი. რატო? გვიგზავნიან რამეს თუ რა? იმიტომ რომ ამერიკაში ყველა ინფლუენსერს მაიკლ კორსია. მაიკლ კორს არა მარკ ჯეიკობსში გაშლება babe. ბაზარია რა. Mark Jacobs will love. რატო იცი ესე კარგად ჩემი აი thought process? Because I love you. I know. I იმენა მარკ ჯეიკობსში მეცადა. ხოდა ერთი მაიკლ კორსის დედაც ამიტომ ძალიან არ მომწონს ძალიან გოიმობა და იუ ვინც მაგაში ფულს იხდის. Wow. I said it. და მოკლედ რას Spring Summer 25. ამა რობერტო კავალის იწყება ძველი 2000-იანების სუპერმოდელებით. ოღონდ არ არის მე არ მაქვს აბარ ნაომის და რაღაც 90-იანებში ვინც ბობო კროპ და არა მე მაქვს აბარ 2000-იანებში ვინც ბობო კროპ და რა. აი იზაბელი ხო გევასებოდა შენ ფონტანა? პირველად მესმის. იზაბელ ფონტანა? იზაბელი ამაშალბაკ სხვებს არც ჩამოვთვლი მაშინ და ხალხო პროსტა შეთაბეჭდილება რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება იცი ბოლო პერიოდში არის რომ runway ვაფშე შეიცვალა რა ანუ ცოტა ისეთი scary გახდა ძალიან ისეთი cool და ან ძალიან ჩაბნელებული არის და რაღაც weird და რაღაც კონცეფცია არის მაგალითად აი Margiela's როგორც აქ ხო იცი რაღაც ისე in the alley რო გამოდიან in the fog და რაღაც ეგეთი თემები რა ან არის პირიქით რაღაც ისეთი ძალიან simple ძალიან minimalistic და with array attention და რაღაც არ ჭირდებაო და ეს იყო სუსტად როგორც 2000-იანებში შეაკეთებენ თესლი მუსიკით თესლი გარემოთი რაღაცა ესე განათებებით და რაღაცებით ანუ Where have you been? You're missing the party. Missing the party? How can I miss the party? I am the party. I was shocked. იმიტომ რომ თავიდან რომ ამომიგდა TikTok-ზე მეთქი, ვა, ეს შოუ არასდროს არ მოუგდია მეთქი და მეგონა ძველზე იყო საუბარი და მე რომ დაეწერა SS 2025 მეთქი there's მე სხვა ჩამიგდა და მეთქი რეებს მიგდებს. თან ეგ კომენტარი არ დაეზარა და რომ მიგდებ და SS 2025 დაწერა მეთქი ეს შოკში ხო არ არის. ხო და მე მეგონა რომ მიხვდებოდა რომ მეთქი როგორი შოკის მომგრელია რომ 2025-ში ასეთი runway კეთდება თქო. აი ყველაფერი უნდა მიხვედრილიყავი ხო? ხო და აი მე რატო ვერ მივხვდი რომ ანა წიგნაძე would not get the vibe, მაგრამ იცი რა არის მადლობა მითხრა, იმიტომ რომ ერთი 5 ადამიანს გავგზავნე და ერთ-ერთი ყავი შენ. მადლობა რატო? რომ ანუ ჩაგრდე მაგ დისკუსიაში რა. Okay, fuck you. ის ვიდეო ნახე თუ არა არ ვიცი, მაგრამ ნაომი კემბელი ამ მოდელებს რო გადავაბათ, მაილი საიროსის ახალ კლიპში არის. ანუ უთქვამთ რომ მე არანაირი კლიპში არ მივიღება მონაწილეობას რაღაც ბოლოს მერე და მე ახლა ამბობს რომ აი მაილიმ რომ მითხავ მაილისა როგორ უნდა უთხრა უარიო. Of course, I would never do that. და რაღაც signing კონდათ და ნაომი და მაილი იჯდნენ ერთად და ფანები მიდიოდნენ რა. ანუ ხალხმა იწვალა რაღაც. აი წარმოიდგინე ვიღა ჩენი საყვარელი სტარი რა ჩამოდიოდეს და რო 4 საათი შეიძლება იმგზავრო რომ ჩახვიდე და ნახო ხო ლაივში და კარიშა ეს ორი ზიან აი ვიდეოც ჩასვი და რაღაც თავის პონჩი ლაპარაკობენ აი მე და შენ რა ჩვენ პონჩი ლაპარაკობ და ხალხი მოდის რომ რაღაც ხელი მოუწერო ავტოგრაფი მისცა და არც ამჩნევენ რომ ეგ ადამიანები არიან ისეთი უხერხული საყვარებელი იყო რა და იქ ხალხი კომენტარებში წერდა რომ ვითამ ნაომისგან მაგასო მიჩვეულები ვართ თურმე ეგეთი რუд არის in life ეგ ყველა მიცით მართლა მე არ ვიცოდი და მაილისგან ვითამ ძალიან გვიყვარსა და what the fuck ხალხო მე მაილისგან ძალიან მეწყინა, მაგრამ ხო ხტები აი მეც ეგრე დამემართებოდა ვიღაც, ვისაც ძალიან ვეთაყვანები გორდით რომ დამიჯდეს და რომ მელაპარაკებოდეს, რაღაც ვინოსდან შევიქნებოდი რომ მეც მელაპარაკა. არა, გასაგებია, მაგრამ doesn't excuse that behavior, იმიტომ რომ მართლა
არასდროს არ უნდა გავიწყო საიდან მოდიხარ და რის გამო გაქვს ეგ პლატფორმა და ეგ შესაძლებლობები. ანუ არც ერთული აი კიდე მაგას ვიძახი რა, აი წელიწადში ალბათ 3 დღე აქვს რომ ავტოგრაფებს გასცემენ, ხო? 3 დღე მინე სახეს გავი. ხო, შეიძლება 3 წელში ერთი დღე იყოს. ანუ დაჯექი და მოუწერე ხელი და ფოტოსთვის გავუღმე. აი პრესტა მაგვიდაოს რომ ნახავ ცოტა შეგწება. იმის გააზრებით თუ როგორ გაახარებ მე იმ ადამიანს. ზუსტად ძალიან ბევრს ნიშნავს და ხალხმა ის ხო არ არის რომ აი გვერდიცა დარბაზოში ხდებოდეს. ანუ იმენა უნდა იწოლო რაღაც საქმე გადადო, რაღაც სამსახურიდან ადრე გამოხვიდე რომ მიხვიდე მაინც და აი ბოლოს რა იქ ხდება. აი მე დავფიქრდი რას ვიწამდი და მართლა იქ რომ მდგარიყავი და ის ყველაფერი დამენახა. აი მართლა ვეტყოდი რომ მეთქი what the fuck are you doing here? იმიტომ რომ ანუ ხალხი დგას რიგია. I want to see that. ან აი რა დავდგებოდი. What the fuck are you doing here? How dare you, Miley? How dare you? Naomi წიხსნამ კიდია იმენა. ძალიან ცუდია. იმედი გამოასწორებს ხალხა. It's not acceptable. მეორე meeting with უნდა გააკეთოს ონტუპასოდ. უფასო არ არის ხოლმე? I don't think so. It depends, I think. Გონი რომ მოგიწვიონ, აი მაგალითად K-pop-ში ვიცი როგორ ხდება ყველაფერი. აი ვინმე შენი celebrity საყვარელი დაინახა გარეთ მიხვალ ავტოგრაფზე. ან ფოტოზე. ფოტოგრაფზე არ მაქვს პრობლემა მივალ. ანუ აი იმენა მიხვალ თუ შეგცხობა ან რამე. შეგცხობა სიგიჟემდა. მართლა? სკარლეტ იოჰანსონი ხო ძალიან მიყვარს ხალხო, აი უსექსუალურესი ქალია და ეგ ამბობს რომ აი არიღებს ხოლმე ფანებთან ფოტოს, იმიტომ რომ აი შეიძლება შენი დღე არ იყოს, ანუ მესმის მაგათიც რა, აი შეიძლება ძალიან ცუდად გრძნობდე თავს და ის ფოტო ხო რჩება, ანუ ლიქდება და ყველა ნახულობს 7 მილიარდი ადამიანი, მაშინ შეიძლება როცა ძალიან ცუდი დღე გქონდეს რა. მაგრამ აი მე უარს მაინც ვერ ვეტყოდი აი მაგის ადგილას ხალხს, იმიტომ რომ ვიღაცისთვის აი მთელი დღე და მთელი კვირა შეიძლება შეიცვალოს მაგ ფოტოთი და მაგ ინტერაქციით. არ მაქვს პრობლემა იმ ხრივ რომ თუ მივედი ვინმესთან და მითხრა უარი, ანუ იმენა თავს ჩამოვიკიდე ვიქო. მე ეგ მესმის ძალიან რომ ანუ მართლა there's good days and bad days და ანუ რატო გონია რომ ვიღაცა ვინც celebrity. ანუ არ შეგეცლება წარმოდგენა უარი რო გითხრა. ნუ გააჩინე როგორ გეტყვიან უარს ეგეც მნიშვნელოვანია რა. კი, მაგრამ მე იმენა გული გამიტყდება ჩემ პონჩი, მე ის აღარ მეყვარება. ძალიან დრამას შევქნი მართლა. მაგრამ ეგეც მესმის, აი ეხა მარტო მე ხო არ ვიცი სკარლეტ იოჰანსონი ვინ არის, იცის დანარჩენმა 7 მილიარდმა ადამიანმა და განა რამდენთან შეიძლება რომ ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ხო ხდები რა, ანუ შენთან არ უნდა გააკეთო. They sign up for that shit. ანუ როცა ეგეთი A-list ხარ, ანუ მზად უნდა იყო ყველაფრისთვის, right? ყველაფრისთვის. ზუსტადაც. Wow. Let's leave it at that, you guys. მე მეშინიერა მოყვება ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო, ამ რთული პერიოდს. გვეჭი მედექით. This is so embarrassing. No, it was cute. Ek posted ძალიან საყვარლობა იყო. Oh, I know. I'm so cute. მაგრამ ამ თავისთვის უნდა და დაეწერა ქულებით არა. It's not like. No, but I'll take photo ძალიან მიყვარს და მინდა და ხალხს ანახა. ვინც არიცით ჩვენ Instagram-ზე რაღაც ფოტო დავდა და მადლობა რომ გვიყურებთ. Wow. That was abrupt. აი ესე მოვჭარი. ასევე ერთამ სანამ გადავალთ მადლობა მის დამთავრებამდე, გთხოვთ კითხვები დაგვიწერეთ. ან აქ დაგვიწერეთ, არ მოგწერეთ. შევეცდ ხანდახან მართლა არ გრჩებოდ რომ ვილაპარაკოთ და 1 საათზე მეტი is like too much, you guys. This episode We're not that important. We're not that interesting as well. Ამიტომ yeah. მადლობა რომ გვიყურებთ. თუ რამე მოგწერეთ, დაგვიწერეთ, გაგვიზიარეთ სიყვარული and see you next week. Good night.